ერთიანი პაუზის შემდეგ დღეს მეტეხის ხიდი და მიმდებარე გზა ნაწილობრივ ცალმხრივად გაიხსნება. მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამით თბილისის მერი და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გაიხსნენ. დავით ნარმანიას განცხადებით სრულად გზის სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება და ორმხრივი მიმოსვლაც აღდგება. ხიდის ერთი მხარე უკვე მზად არის, ბოლო ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და დღის 3 საათამდე გაიხსნება, რათა ცალმხრივად მოძრაობა იყოს თავისუფლად შესაძლებელი. ამის შემდეგ ხიდის მეორე მხარე, რომელიც არის დაკეტილი, მოწესრიგდება დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. ვიმუშავებთ ინტენსიურად ხიდის მეორე მხარეზე, რომ მეორე მხარეს დავასრულოთ და ამის შემდეგ სრულად აღდგება ორივე მხარეს მოძრაობა. დავიწყეთ სამუშაოები დაახლოებით 1 თვის და 10 დღის წინ. შემოვედით ასე ვთქვათ სწრაფ რეჟიმში. პროექტირება, მშენებლობა თითქმის პარალელურ რეჟიმში მიდიოდა. გამოვიყენეთ უახლოესი ტექნოლოგია, რაც შეეხება უახლესი ტექნოლოგია, რაც შეეხება თვალამრიდების მოწყობას, რაც შეეხება ტემპერატურული ნაკერების და ფაქტიურად ხიდის სავალი ნაწილი მთლიანად რეაბილიტირებულია.